მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოს დავიწყებთ ილია თოფურიას გამოჯანმრთელებითა და კონორ მაკგრეგორით, რომელიც UFC 329-ზე მიიღებულ ტრავმას 4 წლის აპატატებს აბრალებს. ამას უბაში არმან ცარუკიანმა მოადგი ბრძოლა ჩანიშნა და ერთ-ერთი ღრმიან გულშემატკივარს რამის პიკაპი აჩუქა. ხოლო ჯონ ჯოსმანა და დანიელ კორმიემ სოციალურ ქსელში ძველი მტრობა ხელახლა გააღვივეს. ასევე გვექნება სიახლეები ენტონი სმიტის სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებზე და კიდევ უამრავ საინტერესო თემებზე, ასე რომ დავიწყოთ. გეიჯისთან ომის შემდეგ, სადაც თვალის ბუდის ძვლების მოტეხილობა და სახისმძიმე დაზიანებები მიიღო, ილია თოფურიას თვალები ბევრად უკეთესად გამოიყურება. ბოლო ფოტოებში ილია საგრძნობლად კარგ ფორმაშია, თვალები აღარ აქვს დასიებული, ჩალურჯებები თითქმის გაქრა და საზოგადოებაში ღიმილით შავი სათვალის გარეშე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოქტაგონზე დაბრუნებამდე სრული აღდგენისთვის დრო კვლავ სჭირდება, მისი მოშუშებული სახის ნახვა გულშემატკივრებისთვის შესანიშნავი ნიშანია. გეიჯიმ გაიხსენა მომენტი, როდესაც UFC Freedom 250-ზე თეთრი სახლის გაზონზე ილია თოფურიასთან ბრძოლისას დროის შეგრძნება სრულიად დაკარგა. 4 უმძიმესი მაღალი ინტენსივობის რაუნდის შემდეგ გეიჯი იმდენად იყო ჩაფლული ბრძოლის პროცესში და თავადაც იმდენად დიდი ზიანი ჰქონდა მიღებული, რომ საათს საერთოდ ვეღარ ადევნებდა თვალყურს. როდესაც სკამზე ჩამოჯდა და მორიგი ომისთვის ემზადებოდა, ჯასტინს გულწრფელად სჯეროდა, რომ მეოთხე რაუნდში საბრძოლველად ემზადებოდა. სინამდვილეში კი 4 რაუნდი უკვე დასრულებული იყო და მეხუთე უნდა დაწყებულიყო. სწორედ ამ დროს შეატყობინა კუთხე, რომ თოფურიას გუნდმა ბრძოლა შეაჩერა. ძალიან უცნაურად დასრულდა ეს ყველაფერი. სკამზე ჩამოუჯექი და ჩემს მწვრთნელებს ვკითხე, ეს მესამე რაუნდი იყო თუ მეოთხე მეთქი. გაოცებულებმა გამომხედეს. კითხე, ეს ბოლო რაუნდია თუ კიდევ ორი დაგვრჩა მეთქი. ზუსტად ამ დროს ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, მოსჩა, ყველაფერი დასრულდა, გაუგნებული დავრჩე, ვერ მივხვდი, მოიცა რა მეთქი. მან მიპასუხა, მათ ბრძოლა შეაჩერესო. მეც ვთქვი, ოჰ ჯანდაბას, მე და ჩემი მშობლები მოვძებდნენ, ყველანი ოქტაგონზე შემოვიდნენ, ტრამპი, მთელი თავისი ოჯახით. როგორც უკვე იცით, თეთრი სახლის ტურნირის შემდეგ არმან ცარუკიანმა ჯასტინ გეიჯისთვის სრულიად ახალი რამის პიკაპის ჩუქება გადაწყვიტა, თუმცა ჯასტინმა საჩუქაზე უარი თქვა. იმისათვის, რომ ასეთი კარგი ავტომობილია დაკარგულიყო, არმან ცარუკიანმა გადაწყვიტა ის თავისი ერთ-ერთი სუპერფანისთვის, რიკ მალიკ ნაჯილისთვის ეჩუქებინა. სოციალურ ქსელებში უკვე ვირუსულად ვრცელდება ის ვიდეო, სადაც რიკი გასაღებს იღებს და თავისი ახალი მანქანით მიდის. არმანმა ისიც კი დაწერა, რომ რიკი ამ საჩუქას ჯასტინზე ბევრად უფრო იმსახურებდა. როგორ გრძნობ თავს ძმაო, გენიალურად, ჩემი 2026 წლის რამით მივდივარ. არმან ცარუკიანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა UFC-ში ჩანიშნულია და კონტრაქტის ხელმოწერილია. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის ვინაობა და თარიღი ჯერ ვერ გაამხილა, მან გულშემატკივრები დაარწმუნა, რომ UFC ოფიციალურ განცხადებას ძალიან მალე გააკეთებს. ამ სიახლემ მთელი MMA საზოგადოება საგონებელში ჩააგდო. ყველანი ეკრანებს არიან მიჯაჭვულები და ოფიციალურ პოსტს ელოდებიან. თუმცა სანამ ოქტაგონს დაუბრუნდება, ცარუკიანი 1 აგვისტოს გრეპლინგის მატჩს ჩაატარებს ინდუელ ფიტნეს ინფლუენსერთან. არმანს ჰაერივით სჭირდება ამ შეხვედრას მოგება, რათა კოდი კოვინგტონთან განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარი ავტორიტეტი აღიდგინოს. ახლა კი გადავიდეთ მძიმე სიახლეებზე. UFC-ს ტიტულის ყოფილი პრეტენდენტის ენტონი სმიტის შესახებ შოკის მომგვრელი დეტალები გახდა ცნობილი, რამაც ის დაპატიმრებამდე მიიყვანა. სმიტს ბრალადება მძიმე დანაშაულებში, მათ შორის ოჯახურ ძალადობაში, ტერორისტულ მუქარასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. პოლიციის ანგარიშის თანახმად ადგილობრივ ბარში მომხდარი კამათის შემდეგ სმიტი ცოლს მოკლედ დაემუქრა, თუ მანქანაში არ ჩაჯდებოდა. გამომძიებლების თქმით, მან ცოლი ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილში, გაქცევის ცდილობისას კვლავ მოკლედ დაემუქრა და როდესაც ქალი გარბოდა, მანქანით დაჯახებას კი სცადა. მეზობლებმა ასევე განაცხადეს მის სახლთან გასulis ხმის შესახებ, სადაც სმიტი პოლიციას თვითდაზიანების მიყენებით ემუქრებოდა, თუ ისინი შიგნით შევიდოდნენ. პოლიციაში გამოცხადებისა და $500,000 გერაოს გადახდის შემდეგ სმიტი გათავისუფლდა. ცოლთან კონტაქტის მკაცრი აკრძალვის პირობით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას მხოლოდ ოჯახური ძალადობის მუხლით 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ესმით თუ არა ის სამი ბრალდება, რაც თქვენ წინააღმდეგ არის აღწრული? დიახ ბატონო. ბრალდებული კონცერტიდან ჩხუბის გამო გამოაწევეს. პროკურორების განცხადებით, სმიტი ცდილობდა ცოლის მანქანაში ჩასმას და მოკლედ ემუქრებოდა. მან ძალის გამოყენებით ჩასვა ეს ავტომობილში, როდესაც ქალმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, ის მოკლედ დაემუქრა. სახლთან დაბრუნებისას სმიტმა მანქანა უკუსლით დაძრა და ცოლისთვის დაჯახებას სცადა. ხოლო როდესაც ქალი მანქანის წინ აღმოჩნდა, სიჩქარეს მოუმატა. მოწმეები დაეხმარნენ ქალს და ბავშვებს სახლიდან გამოსვლაში. მას შემდეგ, რაც სმიტი შიგნით შევიდა, მოწმეებს გასვლის ხმა მოესმათ. მან განაცხადა, რომ თავს მოიკლავდა თუ სამართალდამცავები შიგნით შევიდოდნენ. მოსამართლემ გირავ $500,000 ოდენობით დააწესა და ცოტა ყოველგვარი კონტაქტი აუგრძალა. MMA საზოგადოება ამ ამბავს სრული შოკითა და აღშფოთებით შეხვდა. გულშემატკივრები გაუგნებულები არიან ვეტერანი ანალიტიკოსის წინააღმდეგ წამოყენებული ამ საშინელი ბრალდებებით.
კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელში დაბრუნდა და ისევ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ის UFC 329-ზე მიღებული ზემო ტრავმასა და მათს არენის მოწყობას აბრალებს. მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ოქტაგონის იატაკზე ფეხი დაუსხლტა, რადგან ის ძველი იყო შოუს დროს გამოყენებული ბოლის აპარატის გამო. მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცეს, რომ მშრალმა ყინულმა კეთილმოწყობილი ოქტაგონი დაასველა. ხუმრობით ითხოვა ბრძოლის შედეგის გაუქმება და გულშემატკივრებს დაჰყვირდა მომავალ წელს 100% მზადყოფნაში დაბრუნდება. თავის სიტყვის დასამტკიცებლად კონორმა სარეაბილიტაციო პროცესისა და ვარჯიშის ახალი კადრები გამოაქვეყნა, სადაც საკმაოდ ძლიერად გამოიყურება. გიყვარს თუ გძულს, მაკგრეგორმა ყოველთვის იცის, როგორ აიძულოს ხალხი მასზე ილაპარაკოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ გუნდებს შორის წლებია მწვავე პირადი მტრობა არსებობს, ისამ მახაჩევმა UFC 329-ზე განცდილი მარცხის შემდეგ კონორ მაკგრეგორის მიმართ მოულოდნელად რბილი და თანამგრძნობი პოზიცია გამოხატა. კომპლექს სპორტთან ინტერვიუში მახაჩევმა აღიარა, რომ კონორის ასეთ მდგომარეობაში ნახვისას გული მართლაც დასწყდა. როდესაც დაინახე, როგორ დაეცა კონორი, როგორ იყო შენი გულწრფელი რეაქცია. გულწრფელად რომ ვთქვა, ცუდად გავხდი. ვიცოდი, რომ მაქსიმ მოუგებდა, მაგრამ ასე სწრაფად არა. პირველსავე წუთზე. მაინტერესებდა, როგორ იბრძოლებდა 5 წლიანი პაუზის შემდეგ და მართლა ძალიან დავღონდი ეს რომ მოხდა. მას შემდეგ რაც ჯონ ჯონსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კორმიემ პირად საუბარში აღიარა, თითქოს მათ შორის არსებული ლეგენდარული სიძულვილი უბრალოდ ფულის საბრძოლველად გათამაშებული შოუ იყო, კორმიემ თავის YouTube არხზე ეს ამბავი პირდაპირ უარყო. დისიმ კაფეოდ განმარტა, რომ ასეთ საუბარი ასდროს მოხდა და მას ჯონ ჯონსი გულწრფელად ეზიზღება. ჩასდი ეს ვიდეო, სადაც ჯონსმა შოუს შემდეგ ნაძირელა მიწოდა და იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორ ვექცევით ჩემს გუნდს. მეთოდ ჩემო რა ბოლოდი და უსიამოვნო ტიპია. ნახეთ განსხვავება, როგორ გადადის ადამიანი ფრაზიდან ის ასეთი ნაძირალა, იქამდე რომ ახლა ამბობს. დიდი სიამოვნებით მექნებოდა მასთან ურთიერთობა, მას არ ვეზიზღებიო. ეს უბრალოდ არ მომხდარა. ასეთი საუბარი მე და ჯონს არ გვქონია. ბევრი ფული იმიტომ გავაკეთეთ, რომ მე და ჯონ ჯონსი ერთმანეთის მოპირდაპირ ემხარეს ვიდექით. ზუსტად ისევე როგორც მუჰამედ ალი და ჯო ფრეიზერი. ჩემს თავს მათ არ ვადარებ. ან როგორც ხაბიბი და კონორ მაკგრეგორი. ყოველთვის გჭირდება ადამიანი მეორე მხარეს დიდი ფულის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, ფული ვიშოვეთ, რადგან ჩვენი დაპირისპირება იყო ასეთი. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ეს ფალსიფიცირებული იყო. ადრეც გითხარით, რომ ის ისეთი აღარა, როგორიც ადრე იყო. ერთად ყოფნა შეგვიძლია, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ყველაფერი ვაპატიან და მოვიწყდა ის საზიზღარი რაღაცეები, რაც ერთმანეთს ვუთხარით. ეს ასე უბრალოდ არ ხდება. ხაბიბი, შესანიშნავი მუსლიმი. ჰაზბულა, პატარა კაცი, ძალიან სასაცილო. კრიშტიანო რონალდო, ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში. კონორ მაკგრეგორი, შესანიშნავი ბიზნესმენი. ჯონ ჯონსი, გიჟი კაცი. დანა უაიტი, ახლა ვიტყვი, რომ ნაძირალა საუთ იქცევა. მაგრამ მიყვარს მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი უფროსია ცხოვრება შემიცვალა. თუმცა ახლა ნაძირალა საუთ იქცევა. ხაბიბი თუ ისლამი. კრიშტიანო თუ მესი. მესი, მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა შტატებში თამაშობს. თუფურია თუ კონორი. ილია. მას შემდეგ რაც UFC სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ტურნირის ჩასატარებლად გაემგზავრა, UFC-ს გენერალურმა დირექტორმა დანა ვაიტმა დიდ დიპლომატურ წარმატებას მიაღწია. დანა პირდაპირ შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს და ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად UFC-ს ჩემპიონის ოფიციალური ქამარი გადასცა. სანაცვლოდ პრეზიდენტმა დანას ამოდენიმე მნიშვნელოვანი საჩუქარი გადასცა, მათ შორის ტრადიციული სერბული დროშა და უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტი გუსლე. დიდი პატივია სერბეთის პრეზიდენტისთვის UFC-ს ქამრის გადაცემა. გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. პატივია ჩემთვის თქვენთან შეხვედრა. მადლობა ასეთი მიღებისთვის. გილოცავ დაბადების დღეს. ჩემი ოჯახისთვის ეს პირველი ვიზიტია სერბეთში. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა რომ პატივი გვარგუნეთ თქვენი მოსვლით და ვიმედოვნებთ რომ ჩვენს ქვეყანას უფრო ხშირად ეწვევით. გაოცებული და აღბრთოვანებული ვარ იმით, თუ რამდენად პოპულარული გახდა UFC ამ ქვეყანაში. ტელევიზორში ყურება მეც მიყვარს, მაგრამ როდესაც ბილეთების გაყიდვა დაიწყო, სულ რაღაც 22 წუთი დასჭირდა თითოეულ ბილეთს სრულიად გაყიდვისას.
ეს იქნება ნაპერწკალი, რომელმაც შესაძლოა ამ სპორტში რაღაც უფრო დიდი აანდოს, აქ და მთელ რეგიონში. ხალხი მოდის ჩრდილოეთ მაკედონიიდან, მონტენეგროდან, ბოსნიიდან, ხორვატიიდან, უნგრეთიდან. ეს ქალაქზე უზარმაზად ეკონომიკურ გავლენას მოახდენს. ეს კი სერბეთის დროშა, ისაც ყველაზე მეტად გვიყვარს, რითაც ვამაყობთ და რისთვისაც ვიბრძვით. ასევე ეს არის გუსლე, ძველი სერბული ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტი. ისა მახაჩემმა ახლახან გააზიარა სასაცილო, თუმცა საკმაოდ უცნაური დაკვირვება დაღესტანში არსებულ საბრძოლო ხელოვნების კულტურაზე. მახაჩემმა აღნიშნა, რომ გატეხილი ყურები რეგიონში იმდენად დიდ სტატუსთან და ავტორიტეტთან ასოცირდება, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც საერთოდ არ ვარჯიშობს, ხელოვნურად იტეხს საკუთარ ყურს, რათა უფრო მრისხანეთ და მაგართებად გამოჩნდეს. ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი გავრცელებული მითი არსებობს, რომ ეს ბიჭები ყურებს იტეხენ. ეს გამოგონილი ამბავია თუ რეალურად ხდება. იცნობ ვინმეს, ვინც დაღესტანში სპეციალურად გაიტეხა ყური? დღემდე არ მინდა დავიჯერო, რომ არსებობს ადგილი, სადაც მიხვალ და ყურს გაგიტეხენ. წარმოგიდგენია რა გიჟობაა? და ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში საერთოდ არ უვარჯიშიათ ძმაო და გატეხილი ყური დადიან. ცხენია კიდეც რომ ვიკითხო, ბიჭო, ყური საიდან გაქვს გატეხილი?